ორგანიზაცია უსაფრთხო სივრცე დიღმის ტყეპარკის საქმის გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართავს. ორგანიზაცია ტყეპარკის მესამედისთვის სტატუსის შეცვლის კანონიერების შესწავლას ითხოვს და ამ გადაწყვეტილების ავტორთა პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ორგანიზაციის დამფუძნებლის ანა გაბრიაძის განცხადებით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სტატუსის შეცვლა დოკუმენტების პირდაპირი გაყალბებით რა ხორციელდა. უსაფრთხო სივრცემ ცოტა ხნის წინ დაასრულა მუშაობა სამართლებრივ და ურბანულ კვლევაზე, რომელშიც თბილისის 4 დიდი სარეკრეაციო ზონის, ვერისა და ვაჭის პარკების, მზიურისა და დიღმის ტყეპარკის დოკუმენტაცია იურისტებმა და ურბანისტებმა გამოითხოვეს და შეისწავლეს. კვლევას თან ახლავს რუკები, რომელშიც დეტალურად ჩანს თბილისის 4 პარკის ნაკვეთება დაყოფისა თუ გასხვისების დინამიკა, რაც ორგანიზაციის შეფასებით გამოძიების ინტერესის საგანი უნდა გახდეს. განცხადება ეხება იმას, რაც მოხდა 2009 წელს. საკრებულო მიიღო ცვლილებები გენერალურ გეგმაში და ამ ცვლილებების შედეგად სტატუსი დაკარგა დიღმის ტყეპარკის მესამედმა ტერიტორიამ. არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ უბრალოდ გაყალბებული იყო დოკუმენტები. ჩვენ ვითხოვთ, რომ პროკურატურა გაერკვეოს იმ გარემოებებში, როგორ იყო მიღებული გადაწყვეტილება.